როგორც ჟურნალისტიკის მამები ამბობდნენ, გაზეთი არა მხოლოდ ფურცელი, ნაბეჭდი და წასაკითხია, არამედ სხვა უფრო მნიშვნელოვანი შენაძენით. განმანათლებლობის ეპოქაში ისინი, რა თქმა უნდა, გაზეთის უმნიშვნელოვანი შენაძენად მის სხვა დადებით, გამოყენებით თვისებებს არ გულისხმობდნენ. თუმცა რა გასაკვირია, მაშინ ხომ გაზეთი მაესტრო არ იბეჭდებოდა. ტელერეცეპტი წარმოგიდგენთ გაზეთ მაესტროს უნიკალურ თვისებებს და გირჩევთ მისი ორიგინალურობის საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოყენებას. თქვენ მე-20 საუკუნის ყველაზე მომაბეზრებელმა ბუზმა შეგაწუხათ და არ იცით როგორ მოიშოროთ. აქ ჩვეულებრივი გაზეთი ვერაფრით დაგეხმარებათ. გაზეთი რამოდენიმეჯერ გადავკეცოთ ოდნავ დამრეცი კუთხით. შემდეგ შევამოწმოთ მისი სიმყარე. აი გაზეთ მაესტროს თუ გამოიყენებთ, შეიძლება რეკორდით დაამყაროთ და 1 დარტყმით 13-ით მოკლათ. გაზეთის ექსტრაორდინალური თვისება იმაშიც მდგომარეობს, რომ შეგიძლიათ თქვენი გარდერობის ერთ-ერთ აუცილებელ აქსესუარად აქციოთ და ქუდათაც გამოიყენოთ. თანაც ქუდი ისეთი ფაქტურისაა, ნებისმიერ სიტუაციაში ოპტიმალურია. ქუდის დამზადებისას არ დაგავიწყდეთ მოიშველიოთ ნიკაბი. თუ ბავშვმა შეგაწუხათ და მამიკოსაგან გართობას ითხოვს, გაზეთი კვლავ თქვენს გვერდითაა. ქუდი მაესტრო უცებთ მაესტრო გემად იქცევა და თქვენს პატარა საუცხოოდ დაარქვით. გაზეთი ყველაზე ხელსაყრელია ძალოვან სტრუქტურებსა და დაზვერვის სამსახურში მომუშავეთათვის. მაესტროს ამოფარებულმა შეგიძლიათ წყნარად ადევნოთ თვალი თქვენს ოპონენტს. ის ვერასდროს მიხვდება, რომ ასეთი გაზეთის უკან აგენტია. გაზეთი შეიძლება დასაწვავად ან გაყინულ ზამთარში გასათბობათაც გამოვიყენოთ. თუმცა აქ საყოფაცხოვრებო თვისება კლებულობს. ფურცელი ადვილად აალებადია და შეიძლება მაესტროსთან ერთად თქვენც გადაიცვათ. ისიც წაკითხულზე. სხვა შემთხვევაში არ დაიწვება. მოკლედ მაესტროს არა მხოლოდ წაიკითხავთ, შეიმეცნებთ და გაერთობით, არამედ გამოიყენებთ კიდეც. თავარია დაუჯეროთ ტელერეცეპტს და მაესტროს ყოვლის შემძლეობაში თავადვე დარწმუნდებით.